მახსოვს ჩემ ბავშვობაში ბერიას სურათი იყო გაყოლული და რაგატკებით რომ ხრიტავთ. შევარდნაძის როლი იყო ალბათ რომ დაენგრია ქვეყანა. ეს ანტიქრისტეთ იყო მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში. აი ამ ეროვნულმა ძალებმა დაიწყეს კარიერაზე ზრუნვა და კარიერაზე მოქმედება, რაც მიუღებელი იყო. ჩვენ მაგიტომ არ მოვსულოთ. ოჯახიდან რა არ გავიტანე იმის გულისთვის რომ რაღაცა მიმეცა ეროვნული მოძრაობისთვის. ჩვენ არავინ არ გვაფინანსებდა. რა იყო ისეთი განსხვავებული ინტერესები ქართველებს და ოსებს შორის, რომ მათი შერიგება არ იქნებოდა შესაძლებელი? რაც უჩიც პატარა ასანთი გაიკრა, ხო, მაშინვე დაიწყეს ოსების დამუშავება ქართველების წინააღმდეგ. ძალიან მოკლედ და ლაკონურად გეუბნები. ამათი კუდი არასწორად. ოსები ძალიან ჭკვიანი ხალხი. მოგესალმებით ხალხო, კვლავ გორიდან და ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონია ალექსანდრე ვარძელაშვილი. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გორში, საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას გვალი მაგიდიდან. ადამიანი, რომელმაც ბევრი რამე იცის ამ ქვეყნის, ამ ქალაქის ისტორიაზე და ასევე ქართულ ოსურ კონფლიქტზე ეგრეთ წოდებულზე. ჩვენ დღეს დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუზე და მე შორიდან დავიწყებ საუბარს, ვინაიდან მაქვს პატივი, რომ ველაპარაკო ადამიანს, რომელსაც ბევრი რამე უნახავს, თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომ მე ვერ გავუშვებ შანს ხელიდან არ გკითხოთ, რომ როგორი იყო თქვენი ბავშვობის გორი. ნახევარი საუკუნით ადრე ეს ქალაქი როგორი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, სხვა ადამიანიც იქნება, რომელსაც ეს ძალიან აინტერესებს. რითი განსხვავდებოდა ის დღევანდელი გორისგან პირობითად და რომ წარმოვადგენინოთ საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა ქართლის ცენტრალური ქალაქი. როგორ გითხრათ? მე დავამთავრე ის რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგში გადმოვედი მე-9 სკოლაში, სხვათა შორის ეხლაც არის ხოლოდ, მაშინ იყო ყოფილი საოსტატო სემინარია, სადაც დავით კლდიაშვილები და ისინი და პედაგოგები იყვნენ, სოფრონ გალობლიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი იმ შენობაში ვისწავლე. იმ შენობაში რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი, მე გადმოვედი აქ მე-9 სკოლაში და აქ იყო ჩემი საუკეთესო წლები რა. ძალიან დიდი სამეგობრო, ძალიან დიდი საყვარელი ადამიანს სტალინის სახლის მოპირდაპირე მხარეს იყო ძველი შენობა. იქ სადაც ეს ცნობილი ადამიანები, მათ შორის ვაჟა ფშაველა, მან ასწავლობდით კლდიაშვილები და ეგენ მაგ საოსტატო სემინარია იყო რა. ხო და დღესაც თუ დააკვირდებით, აი ამ აქედან სკოლა არის. ის მე-9 სკოლა. აი ის ადრე ტექნიკუმი იყო. პედაგოგიური ტექნიკუმი იყო. მერე გადააკეთეს იმათ, რა ქვია, უკვე სკოლად, საშუალო სკოლად, მე-9 საშუალო სკოლა, ესეთი სახელით იყო. იქ ორი ხე არის, დგას ორი ხე. აი მე თუ გნებავთ, ნახოთ. ძველი ხეებია და საკმაოდ გადმოსული არის სამოძრაო მანქანები, სამოძრაო, მაგრამ ხელს არავინ არ აკიდებს. ძალიან ბევრმა არ იცის, რატო არ აკიდები. ვაჟა ფშაველას დარგულია ის. ეს ხეები? დიახ. და მასთან ერთად იყო უკვე ვეღარ ვიგონებ რა, ავქნავ. მაინც ასაკია თავისას შვება და შემორჩენილია. ეს და არავინ ხელს არ აკიდებს, რომ ან მოჭრან, ან რაღაც აქნან, მით უმეტეს, რომ ცოტა უხერხულ ადგილზეა. და ძალიან მიყვარს იქაურობა რა. ახალი შენობა აშენდა. იქიც რამოდენად სურათები იყო ჩემ დროს. შესანიშნავი სურათები, იქ ჩვენი ღირსეული
პედაგოგები იყვნენ თუ მწერლები თუ ვინ იყვნენ, ყველა სურათი იყო იქ. აი ოცნებაში რომ გაგიდა სადღაც გახსოვს, აი ისინიც იყვნენ იქ. ბატონ ალექსანდრე, თქვენი ასაკიდან გამომდინარე გემახსოვრებათ სტალინის გარდაცვალების მომენტი. როგორ ხალხი როგორ შეხვდა ამ მომენტს, იმიტომ რომ გორში ვართ, სტალინის ქალაქია. ჩვენ სტალინის გულშემატკივრებით ჩავწერეთ და ზოგადად ვიცით რომ ამ ქალაქში განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდნენ სტალინის გარდაცვალებას. თქვენს მეხსიერებაში რა არის ამასთან დაკავშირებით დარჩენილი? მე რო გითხრათ სიმართლე, პატარა ვიყავი, თლათ ისე პატარა, იმიტომ რომ აი აქ დროშა მეჭირა, პატარა დროშა და საპატიო იმაში ვიდექი, ეგ იყო ჩემი საქმე. ისე ღელა მართლა თქვენი მშობლები მაგალითად თქვენი ოჯახის წევრები ამაზე ღელავდნენ სტალინის გარდაცვალებას? არა, ჩვენ ყველანი სტალინის ჩემი ოჯახი. ჩემი მამა იყო 24 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი. ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო თეატრის. 20-იანი წლების თეატრის. გორის თეატრის. ეს არა, კლუბი იყო. და მე დიდი ხანი არ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადავეცი ჩემი მამისა და ჩემი ბიძების სურათები როლებში. როლებში არიან გადაღებულები და ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის მანდაც. დიდი ხანი არ არის რაც მივეცი და ეს რა ქვია ჩვენი ლოტბარი მარო თარხნიშვილი საღამო გადაუხდიათ და ცოტა არ იყოს ნაწყენი დავჭი, იმიტომ რომ მამაჩემი სურათები და იმ ჯგუფის გუნდის ვისთანაც მუშაობდა ქალბატონი მარო აღმოჩნდა რომ მე მაქვს მარტო და მიუტანე და ეხლა ცდილობენ ცოტა იმათ არის შელანძულია ესეთი ყაზით რო კეთდებოდა ხოლმე სურათები მოგეხსენებათ. ხო და აი ეს ყდის უკან წარწერები უნდა იყოს და აღარ არის ეს წარწერები და მამაც თლათ ისი აღარა ჩანს, იქ კიდე სხვებიც არიან, ისინიც აღარა ჩანს. აი მეხსიერებით რაც მახსოვდა და რაც იმას აშვებოდი. ხო და ვარძელანდ კლუბს ეძახდნენ, რომ ამ 5 ძმანი იყვნენ და 3 და. აქედან ჩემი მამიდა ერთი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იყო, მარო ბახტაძე, ვარძელაშვილი იყო სინამდვილეში გვარით, მაგრამ მეუღლე რომელიც ფრონტზე დაიღუპა, ვასო ბახტაძე და უშუალოდ აი ამ იმაში იღებდა მონაწილეობას ამ ყველაფერში. ეს ბატონი ომში დაიღუპა, სამამულო ომში და მამიდა ჩემმა თავის ქმრის გვარი აიღო და იმ გვარით იმოღვაწა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იყო, ძალიან ცნობილი, კარგი შემსრულებელი, როგორც მსახიობი, როგორც ადამიანი და ეს სიტყვით ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეს ხელოვნება საკმაოდ იყო. ერთადერთი მე არ ამღერი ვარ ჩემ ოჯახის თორე სულ ყველა ამღერა, ჩემი გოგოები, შვილები, შვილიშვილები. მამა, დედა ჩემი მისანა გიტარას უკრავდა, შენი მოწონებული. მახსოვს ძალიან. და თქვენს მეხსიერებაში რა ჩარჩენილი სტალინის გარდაცვალების ემოციები რა იყო ამ ხალხში? ტიროდა ხალხი. ტიროდა. თქვენი ოჯახის წევრები სტიროდნენ? რა თქმა უნდა. აბა რას ვიძახი, მამა ეს იყო შიშით გამოწვეული თუ სიყვარულით? თქვენი აზრით? მე ანტისტალინელს მეძახდნენ მთელი ცხოვრება და ევგენი ჯუღაშვილი რო ჩამოვიდა აქ, მე ვიყავი მისი მასპინძელი. სხვათა შორის და გმირის და იმას იაკობს მისეს გმირის წოდება ჩამოიტანა. და სრულიად შემთხვევით წავადექი ამ სიტუაციას და მე ასე თუ ისე ვიცნობთ იმას. ნუ გამოველაპარაკე, იმიტომ რომ ეს კაცი აქეთა დგას ისე საწყლად და იქ კიდე ეს მოხუციეს ვეტერანები უსმენენ იმას, რა ქვია რაგვარი იყო უშიშროების ის რო იყო იმისი მამა
შევარნადის დროს რო უშიშროება იყო აი ბოლო ქუთათელაძე მახსოვს, ან ხაბურზანია, არა კაცო, იგორა გიორგაძე, პანტელეიმონ გიორგაძე არის ერთ ამბავში და ის სვანი რო ყავს კიდე და ლანძღავენ ამას რა სტალინის შვილიშვილს იაკობს ნუ რავი რაღაცებს აბრალებდნენ არახარ შენო ისო და ზედ გამოჭრილი სტალინი ის კაცი იყო და მე მითხრა რომ აი ახლა არ მაკარებენ და მივედი მე იმასთან ამ ვეტერანებთან და მე უთხარი კაცო ამას რას უსმენ მეთქი აგერ არის შვილიშვილი მეთქი თავისი შვილთა შვილებით სტალინისა მეთქი და რას იმას აკეთებს მეთქი და მე მამან ევგენი იაკოვლევიჩმა თქვა ბძანა ახლა რუსული მითი ლაპარაკობს რომ ისო ჩამოვიტანეო ლენინის ორდენიო და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება რომელიც მიანიჭეს სტალინის შვილს რომელიც გერმანიაში რო დაიღუპა იმაში დახვრიტეს ფაქტობრივად არა მაგან მე მგონი დენზე შევიდა და იქ დაიწვა დახვრიტით და უხე თვითონ მოიკრება იაკობი ხო იაკობა ხო და ეს ამ სიტუაციაში მაჩვენა რა ეს ყველაფერი კიდე მივედი ამათთან ბიჭო რას უცქერით ამას მე უთხარი წამოდი და გადაცემა უნდა მოხდეს მაშინ მე დაურეკე ტელევიზიას თხოვე უარი არ მითხრეს და ერთი ჩვენი ეროვნული მოძრაობიდან იყო ერთ-ერთი კარგი გოგო იყო ის მოვიდა თავისი სულ და გადაცემა მოხდა აი ამ ორდენისა და ვარსკვლავისა და რო ვკითხე საიდან რა როგორ კაცო როდის ის გარდაიცვალა და გმირობა არავის არ მიუწია და იმანო დღეს რო მაგათი რუსების სარდალი ასე ვთქვათ იმის პერიოდი არის და იმანო სადღაც მოაძებნინაო ხო ჟურნალში ტარდება ეს ყველაფერი მაშინ არ იყო ეს ჩანაწერები ეს ინტერნეტები და ისინი ხო და ესო აი ამ იმანო რა ქვია არ მინდა სახელი ვთქვა რა ხო გააკეთაო და მომცაო რა და წამოვიღეო რა და სტალინის იუბილესთან 9 მაისი იყო თუ არა ხო 9 მაისი იყო და მე უთხარი აგერ არის ტელევიზია და დავიწყოთ ავედით ზევით ძალიან ძვირფასად მოხდა ეს ყველაფერი ხო და მოუნახიათ სადღაც და იქ გაატარეს რეგისტრაციაში იაკობის გმირობა რომ არის მინიჭებული ამიგეთ ხო მე სტუმრები იყვნენ ახლობით 75 კაცი მოსკოვიდან და მე გაუწიე მასპინძლობს და ჩემი მეგობარი იყო ღვინის ქართლის ატენის ღვინის ქაღნის ხემძღვანელი და იმას ვთხოვე რომ უნდა გაუმასპინდეთ მეთქი მეთქი არის და უნდა რაღაცნაირად გამოვიდეთ მდგომარეობიდან მეთქი და მართლაც ხო იმისი პაპის ძმა სტალინის დაცვაში იყო აი წარმოიდგინე ახლა გვარს ვეღარ ვიგონებ მაინც ასაკი თავისას ლაპარაკობს რა იცვლება სტალინის გარდაცვალების მერე გორში ხალხის განწყობა რა არის? პლუს 56 წელი მოდის, როცა სტალინს ომს უცხადებდა. სტალინი არავის არ ეჯავრებოდა აქ, პირიქით. ხო გეუბნები, მე ანტი-სტალინელს მეძახდნენ და ამ დროს სურათიც კი მაგ გადაღებული სტალინის შვილიშვილთან და იმის ოჯახთან და მე იოსებ ბესარიონოვიჩი ყავდა ჩამოყვან პატარა ბიჭი. ხო და ძალიან საინტერესო იყო, თამადა რო ადგებოდა და ხმაური იყო და ეს ბავშვს წამოვაყენებდა და იოსებ ბესარიონოვიჩია ფეხზეოდა თქვენ რატო არ უსმენთო და ესეთი რაღაცა ესეთი ქილიკაობა აი ნიავი იყო რესტორანი იქ ვიყავით სულ ყველა და აი 56 წელს როდესაც სტალინის გამო ხალხის დახოცვა მოხდა ამას რა რეაქცია მოყვა გორში სტალინის დაგმობას თუ აღიდგენთ მეხსიერებით სტალინის მიმართ ეხლა ცუდი განწყობა არ აქვს გორელებს კაი განწყობა ჰქონდათ, მაგრამ ხრუშოვს ჰქონდა ცუდი და ეს როგორ იქნა აღქმული აქ? ნუ მე მახსოვს ერთი რამე, აი ჩემ ბავშვობაში ბერიას სურათი რო იყო გაკრული და რაგატკებით რო ხრიტავთ. ანუ უკვე დაშვებული იყო ეს. სურათ სტალინისა კი არა, ხმასმა დამიფაროს. იმისი რა ქვია? ბერიას.
ბერიას სურათ ხრიტავდით იმით, რა ქვია, ლაგატკებით. შურდულებით. ხო, აი ეს იყო ძალიან ისეთი. იცით რა მაინტერესებს? დიახ. სტალინის მერე კომუნისტური პარტიის ცხოვრება აქ გორში და რაიკომის დიუნები და ასე შემდეგ. საზოგადოების თვალში როგორ ფასდებოდა მათი ქმედება და რა ითვლებოდა კარგ კაცობად რაიკომის დიუნებს შორის და რა ცუდ კაცობად? ეს რამეს გეტყვი მართლა. მამაჩემი იყო ბაქო ბათუმის ნებსადენების უფროსი. 44 თუ 5 წელიწადი იმუშავა ბაქო ბათუმის ხაზის უფროსად. ეს ძალიან მძიმე სამუშაო იყო ბაქოდან ბათუმამდე ნევთო პერეკაჩკა რა ტერმის ვიხმარ. სადგურები იყო აი გორში იყო აქ ხიდისთავის და იყო 10 დიუმოვი ტრუბებით იყო რვიანი ის უკვე ნიკოლოზის დროინდელი იყო და ეს კიდევ ომის პერიოდში გაიძარცვა იმიტომ რომ კატერებზე და იმეებზე დააყენეს ეს დიზელები რომელსაც ეს ნефთი უნდა მიეღო და გადაეკაჩეებინა ხო და 37 წელში ჩემმა ოჯახმა განიცადა ძალიან დიდი რბევა პაპაჩემი წაიყვანეს 37 წელში ბიძაჩემი ზედ მიაყოლეს და მამაჩემი დაახლოებით 5-10 წელიწადი სახლში არ შემოდიოდა ოფიციალურად დაწერა რომ გავისავქენიო რა ქვია გავეყარე ოჯახს და ტიფი იყო მაშინ მოდებული ძალიან და არც იყო წამალი მარტო დიეტით თუ შეიძლებოდა ადამიანის გადარჩენა რა რომ და დედაჩემს და ჩემ დას შუათანა დას მე ყველაზე პატარა ვიყავი და ჩემი უფროსი და ჩემზე ძალიან დიდი იყო 17 წლისა და მეორე და 12 წელი ჩემზე უფროსი მაგად გამზარდეს ასეთ ხო და აი ამ სიტუაციაში არ ვერ შედიოდა სახლში ყაჩაღივით ღამე თუ შეიპარებოდა რომ ამატყოფი ცოლი და ეს პატარა შვილი ნანული ჩემი და ენახა აი ესეთი დანარჩენ დროს სად იყო იმალებოდა სადმე თუ სხვაგან ცხოვრობდა არა მუშაობდა თავის სახლში არ შეეძლო მოსვლა სახლში ვერ შევიდოდა იმ წუთში აიყვანდნენ მაგასაც და მიუყენებდნენ თავის სიმამსა და იმას რა ქვია აი ეს ნამდვილად ჩემმა ოჯახმა გაიარა ეს მძიმე პერიოდი და იცით რა მაინტერესებს რომ თქვენ თქვით რომ როცა სტალინი გარდაიცვალა ხალხი გლოვობდაო ის ხალხი ვისაც ასეთი ისტორია ჰქონდა სტალინთან თანაცხოვრების გამოვლენა ამას როგორ აკეთებდნენ რა იყო ეს თქვენი დღევანდელი დაკვირვები თუნდაც რატომაც ეს ხდებოდა შიში თუ რაღაც სხვა შიში არ იყო ეხლა გარდაცვლილი კაცის შიში როგორ იქნებოდა არ იყო შიში მაგრამ წარმოიდგინეთ რომ სინანული ალბათ მაინც ისე იყო ჩანერგილი ეს ყველაფერი რომ ამათვის ეს აუცილებლად იმოქმედებდა. ტიროდნენ, განიცდიდნენ, ჩემი დები სულ აქ იყვნენ, ჩემი სიძეები მე გახდნენ სიძეები. და მამა თქვენი რას ამბობდა? აი ან ზოგადად რა გახსოვთ თუნდაც ემოციურად მამა თქვენისგან, რომელსაც სახლში არ უშვებდნენ სტალინის გამო. მაგრამ თქვი არასოდეს არაფერი. ცუდი არც კარგი არ მახსოვს. არ უთქვი არაფერი. და ჩემი ბიძა 20 წელს მერე დაბრუნდა. ბიძა ჩემი. მამა არც მას უთქვამს არაფერი ამასთან დაკავშირებით. ნუ თქვა რომ მეო ალიკო ისეთი პერიოდი მქონდაო რომ უკვე იზოლებული ვიყავი მე თქვა რომ წყვი ვარ დავაშავე მაგრამ რომ მომაგონდებოდაო რომ აქ რა ამბავს დაატრიალებდნენო აი აქო შემოჯახსო ხო იმ წუთში ძალა მეძლეოდა და ვინც ვიყა ის უნდა დარჩენილიყავი წარმოიდგინეთ რას გადაიტანთ და როდიდან იწყება დათბობა თქვენი აზრით როდესაც უკვე ასეთი სასტიკი არ არის კომუნისტური რეჟიმი და რაღაც სხვა იწყება საქართველოში ხლა ძალიან ძნელია მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ აი მაგალითად ბიძა ჩემი მიუხედავად იმისა რომ აი ესე დღეში ჩააგდო ერთი ოჯახი დაენგრა
ერთი ოჯახი დაენგრა. მე ჩამოვიდა და 5 თვის მერე ისე უკან წაიყვანეს. გადაასახლეს სახლიდან. და საკონსერვო ქართლის ნომერ მეორე დირექტორი იყო იმ პერიოდში. დირექტორი გადაასახლეს მეორედ? არა, დირექტორი პირველი რო წავიდა, მაშინ გადაასახლეს როგორც დირექტორი. ხო და მერე ცეკავშირი მაგის ჩამოყალიბებული, ესენი სულ ყველანი იყვნენ კომუნისტები, კომკავშირლები. ეს 8 და-ძმანი იყვნენ. და ობლები იყვნენ. მამაჩემი ძალიან პატარა იყო, თბილისის რკინიგზის იმაში სამავთყოფოში რო იწვა. მამა და შვილი და ხელში მოუკვდა მამაჩემს 8 წლის თავისი მამა. ისიც ტიპით იყო დაავადებული. და ჩამოვიდა იქიდან და შეატყობინა ოჯახს და პაპაჩემი მე იქ დამარხეს. თბილისში. აბა არაფერი გასახანი მათ არ აქვს. მამა იძახდა ხოლმე რომ მაშიო შემოუღობავი იყო, მაშინ დაცვა არ ეყენა ნავცადენს. ხო და იმას იძახდა ხოლმე რომ მიმიყვანესო რა ლუკმაპური ხო უნდა გვეჭამაო კაცო და ვიღაცა მიიყვანა და უთხრა რა ამუშავეთ ეს პატარა ბიჭიო და მისცეს ჯოხი კეისა და ბატებიო და იხვებიო რომ იმას შვებოდენო იმათავ რეკავდიო რა არ იყო ჯერო შემოღობილიო ეს ხო ეს რა ქვია ტერიტორია აი წარმოვიდგინე რა იქნებოდა მე აი აქედან დაიწყეს და 30-იან წლებში ეს ბიძაჩემი გადაასახლეს, პაპაჩემი გადაასახლეს და მამაჩემი კიდე იმისავით გარე-გარე დარბოდა. არა მუშაობდა. მიღებული იყო ჩვეულებრივად, მე 20 აუში გადაიყვანეს, იქ სადგურის უფროსად იყო. ნებსადენებს სათავისი პერეკაჩკები აქვს რა, სადგურები იყო. აი ესე შემდეგ რა. ისე რომ და ხო და მამა როგორ დამეცვალა ბიძაჩემი უკვე ჩამოსული იყო და როგორც ტყუპები ისე გავლენ ესე მამა რომ მომენატრებოდა როგორ დამეცვალა მამა ხო უკვე დიდი ვიყავ სტუდენტი ვიყავ თუ ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა ხო მამა რომ მომენატრებოდა ბიძაჩემთან გავრბოცი ხმა მოძრაობა ნუ ტყუპები ისე არა გავდნენ როგორც ეგენი გავდნენ ერთმანეთს და მივიდოდი მოვისიყვარულებდი ამ ბიძაჩემსა და მოვდიოდი ისე სახში. იცით რა მინდა წარმომადგენინოთ? თქვენ გორში ცხოვრობდით, ამ ქალაქის მოძრაობას სუნთქვას აკვირდებოდით. ამ ქალაქს სხვადასხვა რაიკომის მდივნები ეყოლებოდა სხვადასხვა დროს, ანუ პირველი პირები ქალაქში. რითი განსხვავდებოდნენ თქვენი დაკვირვებით პირველი პირები კომუნისტური საქართველოს, კომუნისტური გორის პირველი პირები ერთმანეთისგან რითი განსხვავდებოდნენ და შეგვიძლია თუ არა მაგალითად რამე ვთქვათ, რომ აი 60-იან წლებში გორი ასეთი იყო, 70-იანებში ასეთი იყო, რამე განსხვავება არსებობდა საბჭოთა პერიოდის გორს შორის და რაიკომის მე უკვე წავიდა კომუნისტების მიმართ უარყოფითი ისინი რა ქვია მიმართულება რა კომუნისტებს უკვე პატევს აღარ ასწევთ. ეს რომელი პერიოდიდან თქვენ დაკვირვებით? სადღაც შიშის ქვეშ იყვნენ 55 სანამ სტალინი არსებობს. ხო. და მე უკვე ნელა და მახსოვს უკვე რომ ქთამის აღებაც დაიწყეს რაიკომა და ქალაქომა. როდიდან არის თქვენთვის აი თქვენი დაფიქრებით და თქვენი აზრით ქთამის აღება მოსული აქ? რა პერიოდიდან დაახლოებით? და კომუნისტების ხრწნა იწყება თანდათან, ხო ფაქტია? ნელა გადადის და საკმაოდ მე ძალიან ძლიერი ეს უკვე 60-იანი წლები ალბათ. იქიდან იწყება რა, ქთამი და აღება და მიცემა და ეგრე იყო. რითი განსხვავდება მაგალითად ჟავანაძის და შევარდნაძის გორი ერთმანეთისგან? როცა ცეკას მდივნები იცვლება თბილისში. შევარდნაძის როლი იყო ალბათ რომ დაენგრია ქვეყანა საქართველოს. მაშინაც როცა 70-იან წლებში მოდის. ეხლა მაგი მერი არ გადაკეთდა. იყო. მაგი ყველაფერს ანაცვალებდა. თავის კარიერის გულისთვის ყველას და ყველაფერს ანაცვალებდა და ანაცვალა კიდევაც, ხო? მე ეხლა არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ მაინც გეტყვით.
შევარდნაძე ჩვენ რო ძალაუფლებაში მოვედით ეროვნული მოძრაობა გამსახურდია ბატონმა ზვიადმა მე დამავალა უпроსორად ვაჟა ადამია იყო მთლიანად კომისიის კომიტეტის თავმჯდომარე და მე ვიყავი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ის იყო დიდი კომიტეტი იყო და ასეთი რაღაც ხო და აი ამ კომიტეტში ზვიადის კომიტეტი ხო ზვიადი ჯერ ვაჟა მითხრა მე ზვიადი მითხრა რომ უნდა წახვიდეო მოსკოვში კონფერენციაო საკავშირო და არა და სულ 10 დღის მისულები ვართ და მეუბნევიან რომ უნდა წახვიდე მოსკოვში და დაესწრო ამ კონფერენციას ატარებს იაზოვი ეს იცი რა მაგარი საინტერესო ამბავი ახლა რასაც მოგიყვებით თუ გინდა გავაგრძელოთ და მე გავაგრძელოთ თქვენ როგორც გადაწყვეტ არ ვიცი როგორც გინდათ ინტერესი როგორ ყურადღებით ბატონო გისმენთ ყურადღებით ო რახან დავიწყეთ მაშინ გადავედი უცბად რა მე გავაგრძელოთ ისე ხო და ნუ ის იყო ჰამლეტ ჭიპაშვილი იყო მაშინ კანცელარიის ხელმძღვანელი ნუ უთხარი რომ გაგვიმზადე ისინი ორი ადამიანი გენერალი ნოდარ გუჯაბიძე და ჰამლეტ გეგენავა ერთი იყო მაშინდელ იმ პერიოდში ლესელიძის სასწავლებლის ხელმძღვანელი და ავღანელი გენერალი იყო ეს ნოდარ გუჯაბიძე და ჰამლეტ გეგენავა იმისი გრაჟანსკაია ბარონა რო იყო ხომ ეს აი იმისი უფროსი იყო მთლიანობაში და უთხარი რომ უნდა წამოვხვიდეთ მეთქი რა უნდა წამო იმიტომ რომ კომისიაში მე ხელმძღვანელი კომისია თანში არის ბევრი სამხედრო იყო ჩემთან გენერლები და ისინი და ის ხო ეს ორი კაცი ავარჩიე და წავედით გავფრინდით რო ჩავფრინდით არავინ დავხვდა მე ამათ ესენი კრემლიოვსკი გენერლები იყვნენ კაცო და ისაქნის რა ქვია დაურე მე ვუთხარი ხა დავაი დარეკეთ მეთქი სადმე რა მოვიდეს მანქანა და წაგვიყვანოს მეთქი სიურში მივედით ხოლოდ უკვე ეს იყო მისი იაზოვის გამოგზავნილი მანქანა ისინი დაილაპარაკნენ იქ ვიღაცას და იმან უკვე შეატყობინა და მანქანა გამოგვიგზავნეს და ჩავჯექით პოლკოვნიკი იყო სტარში პამარჩინე ცოტა რუსულს გაურევ მაინც სამხედრო ვიყავი მე პრობლემა არ არის ხო პოდის მოვიხდი ხო და ნუ მივედით ამ იმაში მზიურში მივედით ავი ხა მე მგონია რომ ამლებს დარეკილი აქვს ჭიპაშვილს მაგრამ არავინ არ გამოგვხვდა არ გვიშვებენ არც გვაგდებენ მეუბნები აგერ არის კაცო და რა გინდა შეგვიშვი დამალაპარაკეთ ამ იმაში ომარ ვარძელაშვილი გაგებული გეყოლებათ კომუნისტების იმაში იყო რა ქვია ბრიგადაში ასე თქვა ხო და იმან ჩამოვიდა და ალიკო ალბათ ჩემი ბრალიაო შევეშალეო თუ რაღაცა ის ამ დაგვარ არა მე ვუთხარი ომარ გიორგი ეგრე არ არის მეთქი აქ სხვა რაღაცა არის მეთქი და მე ის ჩამოვიდა ხო დაცვა უკვე ომარი ისაქნა და ის არ გვიშვებს ის მზიურის ხელმძღვანელი ვინც არის ვინც აყავთ კომუნისტებს დანიშნი ხო შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ძალიან გაბრაზებული ვარ გამწარებული ცეცხლებს ავყრი რა და რო შეუვარდი კაბინეტში და თავის იმიანად საწერმაგიდიანად კედელზე რომ მივაყუდე და მაშინ მომარი შენი ჭირიმე და მე ვთხარი შენ დღეს ეს ისეთი რამე ჩაიდინე ამას არ გაპატიებენ მეთქებას მეორე დილით აღარ იყო მოხსნეს განთავისუფლეს ხო და მე წავედით უკვე ამ მეორე დღეს უკვე კონფერენციაზე ვიყავით მანქანა მოდიოდა და მივყავდით მზიურს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ არაფერში არა და წესით უნდა მომსახურება უნდა ყოფილიყო
ხო, ნუ პირველ დღეს ასე ვთქვათ, მეორე დღეს გავიხედოთ და თვითონ დარბაზში 4 ვარსკვლავიან გენერალზე ნაკლები არავინ არ იჭდა. წარმოვიდგინე. მე რა ვიცი, მე სრულიად შემთხვევით, ესე იგი, მე და ეს ორი ადამიანი სრულიად შემთხვევით დავალებიდან გამომდებ თურმე რა. პირველი სამხედრო გადატრიალების მონაწილეები ხდებით ჩვენ. ცდელობა. ეს გეკაჩეპი არ არის. მანამდეა, 1-6 თვით ადრე. ეს იყო დეკემბერი, 7-8 თვის დეკემბერი. ხო და მე სუკუჩი დამდებდა ის კონდრაშინი იყო გენერალ არმიით და პოლიტაძელის უფროსად იყო კიდევ ერთ-ერთი გენერალ არმიი აქ ჩვენთან ზაკოში გვარი აღარ მახსოვს. აი ეს პიროვნება ხო და მეორე დღეს ხო და ესენი სუდამდევენ. ბოდიში და ტუალეტში რო შევდივარ, იქაც კი მაკონტროლებენ, იმიტომ რომ თეთრი ყვავი ვარ ახლა მე იმათვის. სულ რაღაცა დღეების მისული ვარ ძალაუფლებაში, ხო? და ყველას ვაინტერესებთ. და მე ვარ იქ. ჩემი ორი სამოქალაქო ტანსაცმელში წასმული გენერლები. იცი რა დღე დააყარა ეს? თავისმა უფროსებმა. იმათ უთხრეს რა ვქონო, აი ეს კაცია ჩვენი უფროსია და რა უყოთ. ეგრე გითხრაო და ჩამოვედითო. აი წარმოვიდი. ხო და მეორე დღეს ესე იგი 8-ში 7-ში დაიწყო კონფერენცია, 8-ში უცბად დარბაზი დაცარიელი და თითქმის ნახევარი. ხო და ნუ ეხლა მეც ვარ რა, ჩემთვის ხან არა შვიდად ეს ჩვენი გენერალი და ნუ რაღაცა მიდის, მაგრამ დარბაზი თითქმის ნახევარზე მეტი ცარიელი. თურმე მთელი გენერალიტეტი, სარდლები, სულ ყველა არის მოწვეული და უნდა შევიდნენ გორბაჩოვთან. შენიღბულია ამ იმითი კონფერენცია. და მეც იქავარ. და დღის მეორე ნახევარში იწყება შევსება ისევ. ხო და მესმის რა. Ну что, закололи кабана? Да ну его мать. Ама პაპური გინება. და ნუ ეუ ნახე. და ასე შემდეგ. და ეხლა ესე უკან შემოვტრიალდი და ამ იმას ვეუბნები კონდრაშინს რომ о чем говорить идет речь? Это говорит про твоего земляка. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, ვინ ახლა რას წარმოვიდგენ შევარდნაძეზე თურმე. ეს ყველაფერი. მაგან ხო გერმანიაში მაგან დაიმანა, რა ქვია, გორბაჩოვმა. იმაში არ დაიწყეს ისა რომ ამოდენა სამხედრო რო გამოყარეს და პალატკებში ყავდა და გაგიჟებულები იყვნენ. იცი რა იყო, მე მაშინ დავინახეთ, აი მართლა რუსი დათვი. აი მართლა რა. ბღუოდა მთელი დარბაზი. გაწიწკნიდნენ მაგ საწყლებს ერთსაც და მეორესაც. ხო და ამან მითხრა რომ ისო, და это говорит про твоего земляка და მივხვდი ვიზეც იყო ლაპარაკი. იცით რა მაინტერესებს? თქვენ ჟავანაძის პერიოდიც კარგად გახსოვთ და შევარდნაძის. აი გორიდან რო შევხედოთ ამ ისტორიას, რა იცვლება შევარდნაძის მოსვლით გორელი ხალხისთვის? ჟავანაძიდან შევარდნაძის მოსვლით. 72 წელია. 72 წელში მე ვიყავი ომსკში მოსავლის აღება, на уборке урожая. ვიყავი კამანდი როტ. ანუ ეს როგორ ხდება? იქ მოსავლის ასაღებად გორიდან კაცი როგორ მიდის? სამხედრო ვიყავი, მაშინ 2 წელიანები რო წაიყვანეს. აი ზო იქიდან 2 წელიანი ვიყავი, замкомандира части, по технической части ОАБ, отдельного автомобильного батальона. რავი რა მოეწონათ ჩემი არ ვიცი. იმას რა ქვია, კამანდირი ბატალიონას ვაჯობე იმაში მიზანში სროლაში. ხო და ძალიან თბილად ვიყავი იქ. და ტექნიკური სამსახურის უფროსი ვიყავ, ასე თქვა. აი ზოგადად ამ ორი ადამიანის დახასიათება ცელინაზე წავედით. ხო და ასე ვთქვათ იქ იმ ცელინაზე ძალიან სერიოზული სამუშაოები იყო ჩატარებული. ეს სხვა ვერაფერს ვერ გეტყვი. აი საქართველოს პერსპექტივიდან რო შევხედოთ, თქვენ დარწმუნებული ვარ ორივეს მოღვაწეობას მოესწარით მათ შორის საქართველოში. რითი იყო განსხვავებული ეს ორი
ცეკას პირველი მდივანი და ზოგადად ცეკას პირველი მდივანი. მაგი რო ცეკას პირველი მდივანად დანიშნეს შევარდნად. მე ვიყავი მეთქი იმაში ომსკში. ნიკოლო ალექსანდროვკა არის ქალაქი ესეთი. ხო და აი როგორ გითხრათ? მაშინ მე არაფერი მარტო იმით ვიყა გახარებული, რომ ჩოჩიშვილი რო ყავდა ჩვენა მოჭიდავე, ის იმან ოლიმპიური ჩემპიონობა იყო იმაში ძიუდოში და გახარებული ვარ რაც. ხო და თვითონ შევარდნაძე აშკარად ჩანდა რომ არ იყო ის კაცი როგორც მაგალითად შავანაძე. შავანაძე სხვა პირველ ხალხს უყვარდა. შავანაძე. უყვარდა. კი. რის გამო თქვენი აზრით? თბილი კაცი იყო. ეგა სამხედრო იყო და არ იყო რა პოლიტიკოსი და ეს არ იყო და ის არ იყო. თან კარგად ყარათ იყო თავის კამზე და ნუ იყო ეხლა მაგისი ბიჭმა არა აქ ჩვენმა გორელმა მაგისი გოგო მოიყვანა ცოლად. კვლევით ინსტიტუტი იყო ხოლმე იმ ინსტიტუტში მუშაობდა ის. ხო. და ჩაბოდიოდა ხოლმე აქ ძახლებში. აი ესეთი რაღაცა ნამდვილად იყო და შევარდნაძე რითი განსხვავდებოდა როგორც მართლი? აი ლაზიშვილების ამბავი გაგებული გექნება, ხო? რა დღეს დააყენა იმ ხალხს. და იმის მერე კიდე რამდენი ხალხი ისაქნა, რა ქვია. მე გამიგია ბატონო ალექსანდრე, რომ ეგეთი კაცრი ხელიო იმ დროსო ხალხს მოწონდაო და შევარდნაძემ ამით პოპულარობა მოიხვეჭაო. თუმცა მე მესმის თქვენი, მეც არ მომეწონებოდა ის, რასაც შევარდნაძე ერთი შეხედვით იმ დროს აკეთებს, ამ დისტანციიდან რასაც უყურებ. რა იყო ის, რაც მოწონდა ხალხს შევარდნაძეში და რა აღეზიანებდა? ყველანაირად ხელი შეუწყო ადამიანებს, რომ საკუთარი სახლები აეშენებინათ. ამისი შანსი, საშუალება. ეს კი პირიქით ცდილობდა რაღაცა ვითომ კაცრი ყოფილიყო და ძალიან ბევრი ხალხი გაუშვა ციხეებში. ეხლა იმას დედა ყავს, მამა ყავს, შვილი ყავს, ნათესავი ყავს. ანუ ვერ მოიხვეჭა. ავტორიტეტი. ყველაფერი იყო შიშზე აგებული. ეხლა რასუშვილი და ეს ძმების ამბავი, ხო? დაახო ისაქნა რა ქვია. დაახოცინა ისიც. ეროვნული მოძრაობა როგორ იწყება ამ ქვეყანაში? თქვენ როდის ხვდებით, რომ მარტო კომუნისტური იერარქია კი არ არსებობს, ანუ ვიღაც ხალხი არის, რომელიც ამათგან განსხვავებულად ფიქრობს. სად შეიძლება ამის შემჩნევა ამ პერიოდის საქართველოში? რა იყო იცი? ადამიანები დაიხალნენ აი ამ ყველაფრით. ესე იგი თუ ვინმე ყავდა და პატრონი ყავდა, არ აგიშავდა. თუ არა და ნუ და ეკონომიურად ახლა მე 220 ლარი ისა მანეთი მქონდა ხელფასი და არ ამიშავდა რა, ასე ვთქვათ. მე პრემიები იყო, რაღაცა იყო და ნუ რაღაცას ვაგროვებ. თქვენ სად მუშაობთ ამ დროს? საწარმოო გაერთიანება დილაში. საამქროს უფროსი ვიყავი. მე USP იყო უნივერსალურად ზბოროჩნიე პრისპასაბლენები ავითვისე. კარგად ავითვისე. დავნერგე. და ესე ავეწყე რა. როგორც ის იყო, მე საამქროს უფროსი ვიყავ, მე ომას უფროსი ვიყავ, ადრე მექანიზაცია, ავტომატიზაცია, ესეთი რაღაცები მე. ხო და კარგი გემრიელი ინჟინერი გამოვედი რა, რო იწყვია ხოლმე. ხა დიპლომიანი ინჟინერი, არაფერი ინჟინერი არ არის იქ. რომ მიხვალ. აი იქ მე უნდა ისწავლო ახალიდან ყველაფერი. მე 24 მიიღო ქალაქმა და გამომარჩიეს მე და მომცეს ის რა ქვია. აი იმისე მე უკვე ვარ ოპოზიცია ქარხანაში. ეს რომელი წელია დაახლოებით? 77-18. მაგრამ ჯერ არა ვარ ისე გამოკვეთილი, მაგრამ უკვე არ მსიამოვნებს ბევრი რაღაც. მე 9 აპრილზე რო ტყილების ამბავი დაიწყეს ხო, იქ ვიყავი მე და ამან სულ შემიტრიალა მთელი აზრი რა. ეს უკვე აღარ იყოს
ეს უკვე აღარ იყო, ეს წყვილი კი არ იყო, კვლელობა იყო, ხო? სანამ მანამდე მივალთ, პატიაშვილის და შევარდნაძის ერთმანეთის ჩანაცვლებით თქვენთვის რა იცვლება? თქვენთვის პირადად კი არა, აი ამ ქალაქის მოსახლეობისთვის და ზოგადად საქართველოსთვის თქვენი დაკვირვებით. ხო, ნუ ეხლა აღები მიცემლობა უკვე ძალიან მაღალ დონეზე დგას. ეს ფაქტია. ეს შევარდნაძის დროს თუ პატიაშვილის დროს? არა. შევარდნაძის დროს იწყება და პატიაშვილი ვერაფერსაც ვერ გააკეთებდა უკვე. იმდენად იყო ყველაფერი შეტრიალებული, შემოტრიალებული. და მე ჩემ მანქანაში არ გადამიხდია ზედმეტი 9448 მანეთი მაღაზიიდან გამოვისტარე მანქანა. ჩემთვის ეს იყო ბედნიერება. თურმე ორდენი ქონიათ ჩემთვის გამზადებული და აღმოჩნდა რომ ეს ორდენი მე უთხარი ახალგაზრდა კაცი ვარ მეთქი და რა თქმა თქვენი ორდენი მეთქი ღმერთიც გიშველის. იმათავს სტარიკემა შემჭამეს არა მე მომეციო რა ხარ მაგას გამოვან თავისუფლებო ვიღაცას მივცემ. აი ესეთ იუმორში გეუბნებით. ხო და ეს პატარა ბიჭი ვიყა მაშინ 30 წელსა ვიყო. მომცეს მანქანა. მაღარიჩში წამივიდა მარტოფული. აი მაღარიჩი რასაც ქვია რესტორანში რომ მაღარიჩი ვიკის. მე მაინტერესებს პირველად როდის გძნობთ რომ რაღაც იცვლება საბჭოთა საქართველოში. როდის შეიმჩნევა ეს გორიდან? უკმაყოფილობა იწყებოდა. ზვიადის და მერაბის წერილებიც იყო. და ნელა აი ამაზე მიდიოდა ყველაფერი. ამას დაემატა სამაჩაბლოს ამბები, რომ იქ დაიწყეს ქართველების შევიწროება და დაპირისპირება იყო. მე დღესაც ვერ ვაპატიებ ოსებს. ისინი ისე ეს როდის იწყება? პირველი პრობლემები როდის იწყება თქვენი დაკვირვებით? სადღაც 87 წლებში. და მანამდე ეს ხალხი სულ მშვიდად არის, არანაირი პრობლემა არ ჩანს, დაპირისპირება არ იგრძნობა. უკვე ამოტივტივდა წერილები ზვიადის, მერაბი ჩანს. მისი გამოსვლებია. ხო, არა, მანამდე ვთქვათ 85 წელია, სანამ პერესტროიკა დაიწყება, 80 წელია. მანამდე რამე პრობლემები არსებობს ქართველებს და ოსებს შორის? ბუნებრივად პრობლემები. ახლა რაშია საქმე? იყო პატარა რაღაცეები რა, აი მაგალითად მეგრელები სტუდენტობის დროს არა მეგრელები უფრო მაგრები ვართ, არა ქართველები უფრო მაგრები ვართ, ეს ბუნებრივი იყო. აი ეგეთ დონეზე იყო. მაგრამ მე ნელა ეთყობა იქიდან ეს მოდიოდა. იმათგან მოდიოდა. გამიგეთ? ქართველები ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ. მოდიოდა. თეატრი რა დღეში ჩააგდეს ქართული დასი. იქა რუსეთში არ ვიცი მე. თუ მომიხოდით მადლობას გეტყვი. ხლა მე გვარები სულ ყველას ვიცნობდი და სულ ყველა იყო ბოდიში რომ თქვა ხლა ტრაბახში არ გამომივიდეს ჩემი მეძე. თორემ სპექტაკლი უნდა ჩაეტარებინა და უნდა ჩამეტარებინები. და იქაურები უშლიდნენ ხელს? კი. რატომ? უკვე წამოვიდა ეს ოსურ ქართული დაპირისპირება. ოსურ ქართული დაპირისპირება. როგორ იწყება ეს? მაშინ რატო ჩავედით? 23 ნოემბერი იყო, 90 წელი იყო, თუ 9 წელი იყო, 10 წელი. ხო, მანამდე საფუძველი რა ქონდა ამას? რაზე დგას ეს პრობლემა? 9 აპრილის ამბებიც მათ შეუწყო ხელი ძალიან. 9 აპრილი ეს უბრალო საქმე არ იყო. ის რაც მოხდა, ეს უბრალო არ იყო და მე მათ რუსების მხარე დაიჭირეს და მათ ქვეშემდგომობა მოინდომეს. რა თქმა უნდა და წაღება უნდა და წაიღეს კიდევ. რაში გამოიხატებოდა ეს რომ მაშინ იმათმა რუსეთის მხარე დაიჭირეს? ეგენ სულ ყოველთვის იყვნენ ის ხალხი, რომელმაც კარგად იცოდა რომ აქ სტუმარი იყო. ისინი ცდილობდნენ რომ რამენაირად დაფუძნებულიყვნენ. ყველაფერსა და ყველა შეეკვრებოდა. ხო, რა ქართველებს შეკროდნენ არ ჯობდა საქართველოს დაფუძნებისთვის?
ქართველებთან მაგათ აი ქართული სოფლები იყო. ქართული გვარებიც არის. გადაკეთებული კი არა, ნამდვილი ქართული გვარები და ოსები არიან. ეს რატომ მოხდა, იცი? იქიდან რომ შემოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსები, ეს არის 1880 ერთი სიტყვით პირველი საფლავები არის 1905 წელი. ამაზე და კიდევ ერთი ისა რა ქვია ტერმინი ჩვენ ვამბობთ ხოლმე აო საწყალ დაოსდა იმდენი იტირაო. დაოსებული იყო რომ მივედიო კირილისაგან ეს სიტყვა ხო არის რა? მაგრამ დაღლილს ნიშნავს როგორც ჩემთვის არის ცნობილი. რაშია საქმე იცი? ესენი რო შემოვიდნენ გლახაკები, ჩაუცმელები პირველი ტალღა რო შემოვიდა, მეორე ტალღა რო შემოვიდა, ეს არის მე-19 საუკუნე. საფლავებიც კი და თქვენ იცოდეთ, ეხლა მე შემიძლია ავიდეთ სადმე. აი ყოფილი ოსური სოფლები. თარიღები წაშლილია. რატომ? რატო? იმიტომ რომ ჩემნაირი ხო ამბობს რომ 5 წელს არის პირველი საფლავი გათხრილი. მანამდე იცხოვრა, შემოსული არის იქით ამ მხრიდან. და აგერ ტერმინს უხმარობ, დაოსდა და ისა და ამათ უკვე უნდათ აქ დაფუძნებ. ეხლა ურთიერთობა განაარიყო. მე თვითონ მყავს ცოლი, ნახევრად ოსი. და არაფერია, პირიქით, დედა მარინას ეძახდნენ, აი ეს ამბები რო იყო. ის იყო შუბლზეს თავის შემკვრელი, აი ეს ამოდენა ხალხი ჩემთან იკრიბებოდა ოჯახს. ეგრე კი არის. ეს იყო პატრონი, აჭმევდა, ასმევდა, თუ შესაკრავი იყო, მას იზავდა. აქ დიდი ამბები იყო, ხა მე შინია კიდევ არ შემომიდავს ვიღაც. რა იყო ისეთი განსხვავებული ინტერესები ქართველებს და ოსებს შორის, რომ მათი შერიგება არ იქნებოდა შესაძლებელი და ამ ხალხისთვის უფრო მომგებიანი არ იქნებოდა საქართველოსთან დალაგება და არა რუსებთან? მაგდენი ტვინი სადა ქონდათ მაგაც. არა. ისე მაგათ შორისაც არიან ნორმალური ხალხი, მაგრამ იმაზე რა ქვია, მე შევიკების დროს რომ ქართველები დაწვეს საბზელში, იცით თქვენ, გამბავი? ხო. ის გენერალი რო იყო, თუ არ ვიცი, ბჟუღელი იყო თუ რაღაც, რომ დაადუღა მთელი ცხინვალი. ხალხი შეყარეს და დაწვეს ქართველები. იმის მერე რუსულმა იმან იმუშავა და ნუ ასე ვთქვათ, ოჯახები იქმნებოდა ოსურ ქართველიც, ქართულ ოსურიც. თითქმის დავიწყებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რაწუჩიც უკვე წავიდა დაპირისპირება. ეს ყველაფერი ამოტივტივდა, ჩოჩიევი იყო, ერთი მაგათი ის ვითომისა. მე სადღაცა მაქვს მაგათი რაღაცები, ჩანაწერები სიცილისაგან მოკვდები კაცი რა. აი გეფიცები რა. იცინებ ისეთი რაღაცები წერი. როგორ იწყება რეალური კონფლიქტი ოსეთში? ოსეთში და სამაჩაბლოში? აბა რას ვიძახი? მენშევიკების დროს დაიწყო ეს. იმისი რა ქვია, მაჩაბლები რომ ისაქნეს რა ქვია, შეავიწროვეს სამაჩაბლოს ხალხი მაგათ. ცოტა რომ მომჯობდნენ იმ წუთში დაიწყეს ეს. ხო. და მაჩაბელი რა არ მოკლეს კაც. ის ხალხი არ ჩაწვეს. სამაჩაბლოს ისა მისი მაჩაბლის სახმუზეუმს რა უყვეს. ეს როდის ხდება? ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მანამდე ეს ხალხი დაწვეს იქა. დაწვეს. შეყარეს საბძელში და წაუკიდეს ეცხელი და ოსემა და დაწვეს. ეს კომუნისტების დროს 20-იან წლებში სავარაუდოდ. მენშევიკების დროს იყო ეგა და მე ერთი პერიოდი თითქო შეძლეს ეს ურთიერთობა აღდგენილი იყო, მაგრამ მე ისევ დაიწყეს. ეს უკვე რუსეთიდან შემოდის. რუსეთი მუშაობს უკვე საქართველოს
იმიტომ რომ აქ რატუჩიც პატარა ასანთი გაიკრა, ხო, მაშინვე დაიწყეს ოსების დამუშავება ქართველების წინააღმდეგ. აი ამას გეუბნებით სრული ჭეშმარიტი. ეს არის 80-იან წლების ბოლო. დიახ. და უშუალოდ აი კონფლიქტი, რომელშიც რაღაცნაირად ჩათრეული ვიქენით ჩვენც. ზუსტად გამსახურდიაც. გვარი მაგიდაც. მოდის იწყება და როგორ? 23 ნოემბერს დავით წავედით მივსულიყავით და ძმობა და მეგობრობა და სიყვარული და თან ეჩვენებინათ რომ ჩვენ არა ვართ ის ხალხი რომ შენ ესე შენ გემოზე იგრიალო, ხო? მანამდე უძღოდა იმაში შეხვედრები ინტელიგენციის მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას იმაში ფეხბურთის სულა მოედანზე იყო კიდევ დიდი შეხვედრები ხო მაგრამ აგრესია იყო უკვე იმათგან მოდიოდა აგრესია ჩვენგან არ მოდიოდა აგრესია 23 ნოემბერს რომ დავიწყეთ შესულა მე არც კი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ იქ რაღაცა მოხდებოდა ან გაგვაჩერებდნენ და ან იმას მივდიოდით ის კი არა იქ ამილახრის ხიდს ეძახიან იქა ცხარი იმას შვებოდა ხოლმე და ფული დაუტოვე რომ ეხლა სამეგობროდან იყვნენ არა და მე ვთქვი გიორგო ბადღია და როგორ გაუშვა ეს ხალხი გამიგე რომ ჩამოვალთ და ამ ცხარს როგორ წესი და რიგია ასე ვთქვათ დავილოცებით ხატია ის არის და მე ვიქეიფებთ რა გავუშვებ მე ჩემს ადმაკაც წავედი და დაახლოებით 3-4 თვე აღარ ჩამოსულა იქ იქ იყავით სულ იქ ვიყავ და რა ხდებოდა იქ ამ დროს აი რა ხდებოდა და დაპირისპირება იყო უკვე რა მე მაგალითად რამელი ის იყო 9 მაისი იყო გადაღებულია ისინი ვერ ვიგონებ რომელი ის იყო მან ის არის რა ქვია ეკლესია იყო იქ შევიკრიფეთ ჩვენ სუყველანი სხვათა შორის გურამი წერალი რო იყო გურამი შარაძე გურამი კაცი ხო გურამი შარაძეც იყო ჩამოსული იქ იმაში და ლოცულობდით და იქ ძალიან ცუდი საქმეები ჩაიდინეს აღიზიანებთ ეს ჩოჩიევი ყავდათ კიდევ ერთი ვითომ დიდი მცოდნე ენებისა და როგორც ეხლა მე ჩინური არ ვიცი ისე მაგანი ერთი რუსულად კი ლაპარაკობ და უკან აღარ ჩამოსულვათ უკვე ანუ დარჩი წახვედით სამშვიდობოდ სამეგობროდ და იქ დაგვდათ არც ისე მეგობრული სიტუაცია და თქვენ აშვებით გარკვეული ძალები რჩებიან მათ შორის მეც მე მიავიღე ხელში ყველაფერი იმიტომ რომ ზვიადმა თვითონ დამავალა რომ მიხედე ახლა ამ დროს ზვიადია ხელისუფლებაში ჩვენთან არა არ არის ჯერ ჯერ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა ის კი არა ეს ცეკას მდივანი რო იყო ბოლოს აღარ იყო გუმბარიძე იქ ჩაგვიყენა ისინი მე კიდე იქით იქ არაფერი არ მოხდებოდა მაგრამ ეს მანქანები რო ჩააყენეს და ისინი რო ჩააყენეს და ბავშვები დაგვიყენეს წინა აბა სისულელი არ იყო კაცი ვინ რას იმაშვებოდა და ჩვენა მამისა ანთუბანი ქვია იქიდან შევედით იკაროსებით ერთი 5 იკაროსით შევედით და გამოცვიდნენ ეს ოსები და ადგილობრივ ქართველებსაც სცემდნენ და ურწყავდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს ზიზღი ქონდათ და დღესაც აი ძალიან ისმაკი ხალხი საომარი მოქმედებები როგორ იწყება მე ვიცი და გამიგია რომ ქართველებსაც ჩაუდენიათ ისეთი რამე რაც რისი ჩადენაც არ შეიძლებოდა და იმათი სისხლიც დაიღვარა ისე რომ არ ყოფილა ახსნილი ამის საჭიროება ძალიან თითქმის არა ასე არ იყო მაგრამ აი უშუალოდ მე რო დაიწყეს ხო აი მაშინ უკვე იყო რაღაც შემთხვევები გამიგე
აი ცოცხლად რო დაწვეს. ხო? ვინ იყვნენ ისინი? იქაურები იყვნენ, ხო, ქართველები იყვნენ. ეს ახლა ამათი მოწყობილიც იყო შევარდნაძის პერიოდის. უბრალოდ არ მინდა დავასახელო ეს ხალხი. პირადად შემიძლია გითხრა და ახლა ამაზე არ ვილაპარაკ. აი ესეთი ამბავი იყო. ცოცხლად რო დაწვეს. იცით რომ შეიძლება ცოტა ესეთი უხეში შეკითხვა, მაგრამ პირდაპირ ვიკითხავ. თქვენი აზრით რა არის ის, რაც ქართველებმა მივქარეთ ოსებთან და ოსებმა მიქარეს ქართველებთან? შეიძლება ასე ამის დახასიათებთ? მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოშვა. კაცი თავისთვის ცხოვრობს, მიდიხარ ეჭრები ოჯახში და უწყვიტა, ამოწყვიტა ოჯახს. აი მე გვერდზე რო კაცია, ის გაპატიებს. ეს ვინქნა ქართველებმა თუ ოსებმა პირველად? ოსებმა. ვეფხია თუთარაშვილი გაგიგიათ? აი ეს ვეფხია თუთარაშვილი. თამარაშენელი იყო. თავისმა კარისმა მეზობელმა ესრულა და მოკლა. იმაში ფრისში ქართველი ბავშვის ოჯახში შევიდნენ, აკვანში იყო ბავშვი. და აკვანში მოკლეს. ეხლა როგორ ვფიქრობ ქართველებს რეაგირება არ გვექნებოდა? მე გამიგია რომ არ იყო ესო მართალიო, ესე ჭორი გაამცელესო თითქოს ეს იყო, მაგრამ არ დამტკიცდა. როგორ გეკადრებათ კაცო? როგორ გეკადრებათ? ახლა იმ წუთში ცოტა ისა მაქვს, სახელიც ვიცი და გვარიც ვიცი იმის მამისაც და იმისიც. მაგას დაგიზუსტებთ, ხვალ ვეგეთქვით პასუხი. მე უკვე ცოტა იმ წუთში იმასა მაქვს. გადაღლილი მაქვს ისე. არა გენით. ბავშვმა რა დაგიშავა, რაზე კლავ იმაში, რა ქვია, აკვანში. თუთარაშვილი რაზე მოკლეს? არაფერს. მეზობელმა გამოიტანა იარაღი და ესროლა. იქნება სამეზობლო კონფლიქტი იყო და არა ეთნიკური. არაფერი. არაფერი. ეხლა რა დღეში არის? ეს 1000 სანტიმეტრით რო გადმოდიან. ეგ ყველა გონია მართლა რუსების გაკეთებული. რუსებს ფულს აძლევენ და აკეთებინებენ. ადგილობრივები. რო იცოდეთ. ამ დროს პოლიტიკური სიტუაცია მეგობრები ოსებიც ამყავდნენ და ქართველებიც ამყავდნენ. მაგალითად მე მათ შორის აქ გორში როცა გადაცემებს ვიწერდი, მითხრა ხალხმა როგორ ხდება ოსების შევიწროება და რაღაცნაირად გასვლა ქალაქიდან ამ გარემოდან. აი ეგ როგორ არის თქვენი თვალით? 26 მაისს რო გვინდოდა დამოუკიდებლობის დღე გვეზეიმა. ამას მე ხელმძღვანელობდი. შტაბი ქონდა. ერთგან ქონდა, მე გადმოვიტანეთ მეორე იმაში, რა ქვია, ხოლმეურნეობის შენობა იყო და იქ იყო. სურათებიც არის მაგისი. მაქვს ეს სურათები. გვარებს რომ ცოდნოდა ამ თემაზე იქნებოდა მოვამზადებდი ამ თქვენ იმას. გვარს ვეღარ ვიგონებ. კაცი ოჯახი ამოუწყდეს. და ეს ბიჭი ჩვენთან იყო იქ შტაბში მოდიოდა ხოლმე, მიდიოდნენ ახლა იქ შეიარაღებული და რამე არავინ არ იყო ძირითადში. ხო. და ოჯახის წევრი რო ისაქნა აგიჟდეს და ჩავიდა იარაღით. და იქ ბაღში მოკლეს. მან ცხინვალში რო ჩადიხარ, ცენტრში არის, აი როგორც ჩვენთან ახალ ბაღის მსგავსი რა. და ძაღლებში აჭამეს. ესე არ არის. აბა გვასაც გეტყვი და სახელს. თქვენ კოორდინატს თუ მომცემთ, აუზარეს ტელეფონი და აუცილებლად დაგიზუსტებ. უშუალოდ ჩვენი კაცი იყო რა. დაგვარი იყო რა. დავბედი რა.
ამ დროს საქართველოში რა სიტუაციაა? მათ შორის გორში რა სიტუაციაა და აი ეს რყევები, რომელიც იწყება მათ შორის ოპოზიციის მიერ საქართველოში, რა გავლენას ახდენს ამ პროცესებზე? ეხლა რა ვიცი? მე აქაც უკვე ოსების მიმართ პრეტენზიები გაჩნდა. გორშიც. გაჩნდა კი. მე მაგალითად უამრავი ოსი გადავარჩი. უამრავ. აი მოსაკლავად გაყვანილი კაცი შემომიყვანია და სახში გამიშვა. იქ სადაც მე ადგილობრივი ხალხი კაცო შენ რო ძმა მოუკალი და დეიდაშვილი გაუპატიურე. იმას პასუხის გაცემა უნდა. ხო, მაგრამ ეს ხო სხვა ოსებია, ვინც აქ ცხოვრობენ და ამათ ხო არაფერი დაუშავებიათ, გორში რო ოსი ცხოვრობს იმას ითავს. ამათი კუდი არასწორდება. ძალიან მოკლედ და ლაკონურად გემოვნე. ამათი კუდი არასწორდება. მგონი ოსები ძალიან ჭკვიანი ხალხი. ხო, რა ჭკვიანმა ხალხმა ხო ის უნდა მოიფიქროს, რომ გაფუჭება არ შეიძლება ურთიერთობების გორში ქართველებთან. თიულები არიან, თის ხალხი არიან, მაგათა მაგდენი არის. აი. ეგენი სხვანაირი ხალხი. ის რო საბძელში შეყარეს და ცეცხლი წაუკიდეს, ის მე გავაკეთე, იმის მერე იმუშავა, სჭირდებოდა მაშინდელ რუსეთს, რომ კარგი ურთიერთობა ყოფილიყო და მართლაც აღადგინეს ის კარგი ურთიერთობა. ასე თუ ისე ოს ბიჭს არ დაუჭერდნენ თუ უყვარდა ამ გოგოს გააყოლებდნენ ან პირიქით. მაგრამ მე ამათ რო ბოდიში და ყველაფერი მოინდომეს და ისაქნეს. შენს მიწაზე ისედაც ამოდენა ისინი წაგვართვეს და ისაქნეს და ხა ოსმა როგორ უნდა წამართოს. იცით რა მაინტერესებს, როგორ იწყება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების რღვევა და რა უწყობს ამას ხელს, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით ძირითადი აჯანყებულები თვითონ გვალი მაგიდიდან მოდიან. რა მოხდა ახალი, ისეთი რომელიც თუ ერთდროს ერთად ვიყავით, მერე რატო ვიშლებით? გამსახურდიას თან რომ იყვნენ აი ისინი კელა ჩორგოლაშვილები და ესენი და ისინი ესე თავიდანვე მოვალათ ეგენი ეროვნულ მოძრაობაში არ აყოფ ეროვნული მოძრაობის ის მათ არ ყოფილა გვალი მაგიდის წევრი კი იყო იმიტომ რომ ხალხი სჭირდებოდა და შემოიყვანეს ძალიან ბევრი და მე იმათ როგორც იყო ისე იმოქმედეს ხო და ესე ადვილი არ იყო ხო შენ თან მოდის გონია და ჩვენ მართლა შევიკრიბეთ ნამდვილი ეროვნული მოძრაობა და ვიფიქრეთ რა რომ აუცილებლად უნდა ბატონ ზვიადს უთხრა თორე დაიღუპება ზვიადიც და მთელი ეროვნული საქმე უკვე ჩანდა რომ ეს ხალხი უკვე აქტიურად მოქმედებდნენ. გვალი მაგიდის ხალხი. გვალი მაგიდის ხალხი იყო, მაგრამ მოსული იყვნენ ეს გვალი მაგიდას კი ერქვა, მაგრამ ესენი მერე მოვიდნენ. გვალი მაგიდა რო შეიქმნა, მაშინ შემოიყვანა ზვიადმა ეს ხალხი და არჩევნებზე რო დავიდა უკვე არჩევნებზე, ეგენი იყვნენ წარმომადგენლები. და რო შეატყო ზვიადმა რომ იყო საშუალება რომ ესენი ესე იგი უფრო მეტი დეპუტატი გვეყოლებოდა თუ ვინმე შავსავდით დეპუტატები და ამიტომ ესენი შემოიყვანა და ძალიანაც ინანა არ შეიძლება და ჩვენ ეს ძირითადი ეროვნული ვინც ვიყავით ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და გაჭირებაც ერთად ჰქონდა და დალხინები ეს უბრალოდ ადვილი საქმე არ იყო მაშინდელი ეროვნული მოძრაობა. ხო და აი მაშინ იმან რა ქვია აი ამ ეროვნულმა ძალებმა აი ამ შემდეგში მოსულებმა დაიწყეს კარიერაზე ზრუნვა და კარიერაზე მოქმედება რაც მიუღებელი იყო ჩვენ მაგიტომ არ მოვსულვართ რომ ჩვენ კარიერა შეგვეკვ
აბა რა ვთქვი, 10-დან 15-მდე მუხლები მქონდა მე. ეს როდის? შევარდნაძის დროს. და ორი პაბეგი. კი, ხუმრობით კი არ მithქვი, ეს სინამდვილეა. მე მოგცემთ იმას, რა ქვია, ჩემს წინააღმდეგ. ისევ შევარდნაძე მისაქნა ერთ-ერთ შემთხვევაში. მე აბა რა გითხარით? ალფა და ბეტა რო ყავდა. ის ალფა და ბეტა ჩემს სახლში შემოვიდა. მე გავეჭი. მე ვერ დამიჭირეს. და მეხმარებოდა ვიღაცა კიდე. მე გავედი და წავედი, კაკო ყაჩაღი ვიყავ. არა ვყაჩაღობდი, ღმერთმა დამიფაროს ეგეთი რაღაცები. იცით რა მაინტერესებს? ჩემი სახლი ხო გითხარით, ჩემი სახლი. შევარდნაძის ეს სისხლიანი ის რო აქვს, რო ააფეთქეს. მაისური. მაიკა. მე იარაღი რო გამოდის და შედი და იძახიან რომ აი ეს არის ის კაცი რომელიც გამსახურდია კვერჩი და ის რა ქვია ვითომ მე იმას უნდა დამეხოცა ვიღაცე იქიდან ჩემ მე მამა პაპით მომდებდა იარაღი ახლა თვითონ რაღაცა კი შემატე ჩემ იმას რა ქვია მაგრამ ეს ჩემი ოჯახისაა და გააცვიდნენ და ბოდიში და გახარებულები მარტო ორი ის მქონდა რა ქვია ავტომატი დათა თუ თაშხია რო ხმარობს მაუზერი ორი მაუზერი ერთი ბერეტა და ასე შემდეგ ეს იყო ჩემი მამა ჩემი აგროვებდა კომუნისტების დროს ეგენი ძმები ნამდვილი კომუნისტები იყო იცით რა მაინტერესებს როგორ ხდება კოლექტივიზაცია და რაღაც გორში ხელისუფლების გადაბარება როგორ ხდება კომუნისტებიდან ეროვნულ მოძრაობაზე ეს ხო არ არის მარტივი პროცესი არა მაგრამ არჩევნები ხო ჩატარდა და არჩევნების შედეგად მოხდა ადგილობრივებმა აირჩიეს და მოხდა ეს ეროვნული ძალები. აქ ისა რომ შენ გამოდი და მე შემოვალ და ეგრე არა ყოფილა. აი როგორ გამოვიდნენ და როგორ შეხვედით თქვენ კომუნისტები და ეროვნული მოძრაობის ამათან არ შევსულვარ. ილია მართალი იყო და მე უკვე ზვიადთან ვიყავი მთელი ჩემი ძალებით. აი ესე იყო. რა შეცდომას უშვებს თქვენი აზრით ზვიად გამსახურდია იმის რომ არჩევიდან აი ფაქტობრივად წელიწადზე ნაკლებ დროში კარგავს ხელისუფლებას. რა არის ეს რის გამოც ეს ხდება? ჯერ ესეთი წითელი ინტელიგენცია. ეს ნამდვილია. რომ წითელი ინტელიგენცია არსებობს და არსებობდა და არსებობს. ეს ის ხალხია, რომელსაც რუსეთი თავს ერჩივნა. ეს სხვა ხალხია. ესენი არ არის და მაია თომაძე რომ და შეადარო კიდე სხვა ვინმე მაიას როგორ შეიძლება? ამ ქალმა მთელი ეს თავისი ნამოღვაწარი ევროპის ისინი ქონდა მაგას თანხა რაც აიღო ამ საქმეში ჩასდო ეს ქართველები რო ჩასახლებული იყვნენ იმ მესხე ჯავახეთის ხარეში ეს პატარა საქმე კი არის ასე ვიყავით თითოეული ჩვენთაგან ოჯახი და რა არ გავიტანე იმის გულისთვის რომ რაღაცა მიმეცა ეროვნული მოძრაობისთვის ჩვენ არავინ არ გვაფინანსება. ოჯახიდან, აი მე თვითონ თუ რამე გამაჩნდა. მარტო მანქანისთვის ხელი არ მიხილა. აი ესე იყო. და ის მანქანა მე $500 გავყიდე. რომ საშუალება არ მქონდა ცხოვრების. შიმშილობდი. 4 შვილი მყავს. 9 შვილი. 2 შვილთა შვილი. რა უყო ახლა? შიმშილით ხوار დავხოცა. ხო, მაგრამ როგორ ხდება ის რომ კაცს რომელსაც 80%-ზე მეტით ირჩევენ, ასე მალე კარგავს ძალაუფლებას? აბა წეგა რა გითხარი, შევარდნაძე გამოვაგდეს იქიდან. შევარდნაძემ რომ განცხადება გააკეთა რომ დემოკრატიას დაემუქრა საშიში და მე წავედი სახშიო, ხო? ხო. აი იმის მოწმე ვარ კაც. აბა რას გეუბნეო? იაზომა
რო შევიდა პირველი მოითხოვა გორბაჩოვის გადაყენება და ამის გადაყენება. შევარდნაძე. გორბაჩოვმა უთხრა, "ყველას მე თავი დამანებოდო და ხვალდილითაო უკვე გადაყენებული იქნები." მართლაც ეგრე იყო. დილით უკვე გადაყენებული იყო, მაგრამ დილით კრემლში რაღაცა სხდომა იყო და იმ სხდომაზე აღარ მახსოვს. და გამოვიდა და გააკეთა ასეთი განცხადება, დემოკრატიას დაემუქრა საშიშროება და მე მივდივარ სახშიო. ესა თავისით კი არ წავიდა. უკვე გაგდებული, გამოგდებული. მე დაავალეს ახლა რომ ნახეს რომ საქართველოში რაღაც არ არის ისე როგორც რუსებს უნდათ. აგერ არის შევარდნაძე უმშევარი და მის ეს საქმე ამ იმას ინტელიგენციას მეტი რა უნდა. და ტრაბახობენ რომ დაი დემოკრატიის სინათლე. რა დემოკრატიის აი? ხატზე დავიფიცებ. რომ შევარდნაძე წყვილი იკადრა. ხა მაგას იმდენი წვილები აქვს ნათქვამი დიდი ამბავი ახლა დიდი არაფერი არ არის. მაგრამ მაინც კაცმა რომელმაც დაუშვა უდიდესი შეცდომები. ის საქართველოს გვერდით უნდა დადგომოდა და არა მისი ის რა ქვია ჯარები შემოიყვანა და ქვეყნის ის ეკნა. შევარდნაძეზე მე მაქვს ერთი ძალიან ის რა ქვია მათე სახარებიდან არის თუ არა ხო კი. რომ ანტიქრისტე იგივე მხეცი და ცრუ წინასწარ მეწევი. და თუ სატანა წინაღუდგება და განეყოფა თავის თავს ვერ გაძლევს რამე თუ ახლოა მისი აღსასო. აი ამის იმედზე ვიყავ. ესმის არა კი წავიდა აღესრულა. ეს ანტიქრისტეთ იყო მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში. რა გააკეთა? გააძარცვინა მთელი ქვეყანა. ბიჭო, აზოტის ქარხანას რაღაც ერთია რა, შეკაიკაცო. ჰაერიდან ნედლეულიც კი არ გინდა, შენ ჰაერია იმის ნედლეული. აიღე და გამოუშვე. ძვირფას აზოტს უშვებდნენ როგორც სასუქი. მერე გაანადგურეს, მიუგდო ამ იმას მხედრიონსა და იმას. ქურდებს, ბანდიტებს, ყაჩაღებს. რატო? იმიტომ რომ საქართველოს დაეგდო ის ეკონომიკა აღარ იყო. აგერ ამხელა ქარხანა იყო. ვიღაც სომეხს ჩაუგდეს იმაში რა ქვია და დღეს ლუსმანაშვილია. რა ხდება ზოგადად ზვიადის წასვლის მერე გორში? როგორ მოდის ახალი შევარდნაძის ხელისუფლება? ხედრიონი იყო აქ. თუმცა მე მითხრეს რომ ხედრიონს ბევრი რამე არ დაუშავებია, კაი ხალხი იყო აქ ხედრიონის წარმომადგენლებია. შედარებით სხვებთან, მაგრამ იმაში ზუგდიდში ნოთიქობალიასთან რო იყვნენ ჩვენი ბიჭები, გორელები. აბა იმ ზუგდიდელებს დღესაც ახსოვთ, როგორი ღირსეულად იმსახურეს და გვერდში უდგნენ იმას. მართლა გეუბნები, აი როცა გნებავ წავიდეთ. აი ახლა დამირეკეს მე და სადღაც 9-ში აპირებენ ჩასვლას იქით. წამობდა. მე არაფერი. ნახავ თქვენ რა ხალხი არიან და იმ ბიჭებს როგორ იმათ რა ქვია, როგორ წმინდანებს ისე ექცევიან. აი გორელები. ეს გორელები იყო. ეროვნული ძალები იყო. და რო ჩამოვიდნენ აქა ხო დაესხნენ თავზე ეს გორის ხედრიო და ერთი ძმა მოკლეს ერთ მეორე დაჭა. ისეთ რა მაინტერესებს? როგორც თბილისში ხდებოდა იმ დონეზე არ იყო, მაგრამ ხედრიონი იყო. რასაკეთებდნენ მე ხო არ ვიცი. მე ვერ მიბედავდნენ, მე შეიარაღებული დავდიოდ. სანაძლეოზე აბაზიანს ახრიტა. 25 მეტრი. არის ხალხი ვინც უნახია. ეხლა ვერაფერს ვერ გავაკეთებ, არც არ მაქვს. იცით რა მაინტერესებს? ხელი თავი რომ მოვიკლა იმის საშუალებაც არ აქვს. არა მაგრამ თავის მოკვლის საშუალებას ყველა იპოვის ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეგ საერთოდ გქონდეს. იცით რა მაინტერესებს? ცოტა უკან დავბრუნდები, უბრალოდ გამომჩა ეს შეკითხვა და არ მინდა რომ ისე გავატარო. გორში თქვენი ახალგაზრდობის და ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ხალხი იქნებოდა პირველი კაცი. გინდა კომუნისტების დროს, გინდა მე. კი.
რას ნიშნავდა კაი რაიკომების დივანი და ცუდი რაიკომების დივანი და რა კრიტერიუმები არსებობს პირველ რაიონში პირველი კაცის შეფასების კაი ბერიანიძე იყო ესეთი კაცი რომელიც ეხლა რა იყვნენ ესენი გამოცდილი ხალხი იყვნენ და იცოდნენ როგორ მისდგომოდნენ ხალხს პარტსკოლები რო დაამთავრეს ისე იქ ასწავლიდნენ ამ იმას როგორ იმოქმედათ ხო და მართლაც იყო რა აი ბერიანიძე და ფეხით დადიოდა და იმას ამოწმებდა და ამას იმას შვებოდა და თავს კი არავის არ ასჭირდა და იმას შვებოდა მაგრამ სიმკაცრე და ეს მოსწონდათ ხალხს რომ რაღაცა კეთდება ხო რა ითვლებოდა გორელი ხალხისთვის კაი კაცობა სიმკაცრე კაი კაცობის სინონიმი ხო ვერ იქნება თუ სიმართლე კიდე რაღაც უნდა ქონდეს არა სინონიმი რა არის თუ შენ ყავს ადამიანები რომლებსაც შეუძლია სიმართლე და ამ სიმართლის მიტანა ჩვეულებრივ მოქალაქემ ამაზე უკეთესი რა კომუნისტებს ყავდათ ასეთი ხალხი აი ბერიანიძე იყო ბზიშვილი მოიცა კიდე ვინ იყო ხო ნუ იყვნენ რა და ერთი გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი იყო გინება იცოდა და აი გორელები ხით-ხითობდნენ და რომ მივიდოდა მაპატიეთ დედის იმას უღმა უტრიალებდა სულ ყველას გამიგე და ხარხარითა და იმითი და ამითი და აი ესე და მოსწონდათ რა რო აგინებდა რო იგინებოდა მაგრამ საქმესაც აკეთებ უსაქმური კაცი ხო იცი არ შეიძლება თუ გააკეთებ რამეს კი ბატონო თქვენ შევარდნაძის მოქმედებას დაკვირვები ხართ მაშინ როცა კომუნისტური პერიოდი იყო და ის ცეკავს დივანი იყო და როცა პრეზიდენტი იყო იმ პერიოდში თქვენი აზრით რა იყო შეცვლილი შევარდნაძეში 70-იანი წლების შევარდნაძე 90-იანი წლების შევარდნაძისგან რითი განსხვავდებოდა საქართველოში 70-იანი წლის შევარდნაძე მოეწონათ იმიტომ რომ ძელეცები აი ძმები იყვნენ ძალიან ისეთი ხალხი მეც რაგვარები იყვნენ იმათ დედა უჭირას ხო ქურდებს და იმებსაც კარგად გამოსდო კლანჭი ეს მოსწონდა ხალხს იმას პატრონი იმას ჩაგრავენ ხო შენ პატრონი არ მოეწონებოდათ მოეწონებოდა ამიტომ მართლა აღზევების ის იყო ლაზიშვილები და ისინი რო ძირფესვიანად მოთხარა იქ ხალხი არა და მილიონერები იყო ცაკუდათ არ მიაჩნდა დედამიწა ქალაქი ხო და ასეთი კაცი რომელმაც ეს 14 მოგაშორა აქ კიდევ ეს გააკეთა იქ კიდე ის გააკეთა საზოგადოებას მოსწონს ეხლა ადამიანები როგორ არის ადამიანს შეუძლია შავი თეთრად მოგაჩვენოს და თეთრი კიდე შავად თუ იმან აქ ამისი ცოდნა და გამოცდილი ეგრე ხო ეს მომზადებულები ქონდათ კაცს ის იმაში პოლიციის სკოლებში და იმებში რო აგზავნდნენ მეტი კი არაფერი არ იცოდნენ ამზადებდნენ იმისთვის რა ქვია ფსიქოლოგიური მიდგომა ქონებოდა საზოგადოებას იყვნენ ძალიან ეს კარგათაც იყვნენ და თქონი ახლა ქთამი არ იყო ქთამი სული მაგრამ შიშიც იყო თუ გამოგიჭერდნენ და ნახავდნენ ერთხელ შეიძლება თითი დაეკნია და მეორეთი ციმბის იქით გაგასახლებდა იყო ეგეთ შევარდნაძე მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში დაბრუნდა 92 წელს ანუ თუ რო გამოაგდეს უმუშევარი რო დარჩა და მე ადგილობრივმა წითელმა ინტელიგენციამ რომ შექმნა მისგან ასე ვთქვათ გამტევების ვაცი და უსაყვარლესიერიშვილი. შეძლო რამეთი თქვათ თქვენი გულის მოგება კრიტიკოსების მას შემდეგ რაც დაბრუნდა და ფაქტობრივად 10 წელი იყო ხელისუფლებაში. შევარდნაძე მერჩი სიკეთე მე გამიკეთა, მაგრამ იქ სიტუაცია იყო ისეთი, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდ. და გეტყვით რაშიც იყო საქმე. ნეგატიური მოვლენათა კომისიის ხდომის თავმჯდომარე იყო ეგ. და იხილებოდა ერთ-ერთ იმაში ჩემი საქმე და მე იმ კაცის გვარსა და სახელს არ დავასახელებ. თუ უნდა თვითონაც თქვას. და
მაჩვენა მე იმან ნეგატიური მოვლენათა კომისიის ხდომა აი ეს რომ მოგიყევი გავიქეცი მეთქი მე იქ ის იყო არ მინდა იმების გამეორება ხო და დაამდებენ რა არ მეშინია დავდივარ ქალაქში აქ კი არა აქ ამათ აღარ ვენდობ თბილისში თაშე გიორგაძესთანაც გახლდით იქ ერთგან ვიმალებოდი ცოტა განვერიდე რა და აი ეს NDP-ს რომ მოკლეს ჭანტურია ხო ჭანტურია აი მაშინ იქ ერთ ოჯახში ვიყავი მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ თან ვიყავი ოჯახში და იქ ახლა არავინ არ მოვიდა და მე ერთ-ერთმა პიროვნებამ იმუშავა ძალიან ჩემ ამბავში მარტო მითხრა არავინ არ მოკლა არაფერი ჩაიდინო შენი ჭირი მეოდა დაგინდავენ გავაკეთებ მაგ საქმესო და ამას შევარნადეს თან ილაპარაკა და ნეგატიური მოვლენათა კომისიის ხდომა რო იყო მაჩვენა ფურცლები რა საზიზღრობებსა წერენ ჩემზე ერთი ფურცს არაშვებიან იმდენად შეუძლებელი იმდენად ეზიზღებოდა ის კი არ იყო რომ აი მე ვიყავი ცუდი არა ზიზღი ქონდა შენ მორჩა და გათავდა არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია საცა მივედი ყველგან ვცდილობდი რომ სიწყნარე ყოფილიყო ის ყოფილიყო ეს ყოფილიყო და მაჩვენა რა ეს წერილები მაჩვენა ეს პრეზიდიუმში რო იგზავნებოდა რა მე შევარდნადე მოთხრა რომ ისო აქო პიროვნულიაო ესო არ არისო ისო და პირდაპირ გაუკეთა განცხადება რომ რატომ არ ამბობთო და იმისი რა ქვია უზენაეს საბჭოს თავდაცვის უშიშროების წესრიგის კომიტეტის თავმჯდომარეაო ეს და რატო იწახით მაინც და მაინცაო რომ კაც არაფერი გაუკეთებია ისეთიო და აი ამას ჩადიხავ აქო პირადულიაო და ჩაიხსნა საქმე მე სახში მომდიოდა გამომძიებელი და ისევ წელი მე ამათთან არ მივსულო მარტო ერთხელ შევედი კარგად ვაგინე იმას მაშინდელ მილიციის უფროსს ორჯერ დავიხსენი ორჯერ ეგრე გამყიდა გაყიდა რასთვისაც დაჭერა უნდა და თქვენი ხო აბარა მე სახში ხო შემომივარდი ბავშვის კალგოტკებიც კი მოიპარეს ოჯახი ბავშვის კალგოტკები უკვე აღარ არის ლაპარაკი იქ ქორწინების ბეჭედი კალიცო ესა ისა ბებია ჩემის დანატოვარი ესეთი იმისი რა ქვია რა ქვია იმას მარცვლალი ხორბლის ის დაფქვა რო ხდება ინახია როდისმე ესეთი ხელისა არის სიმიმძები ნახე აი ესეც კი მოიპარეს ეს მოიპარეს სისტემის წარმომადგენლებმა თუ ქურდებმა არა ალფა ბეტა და მასთან ყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ისეთ რა მაინტერესებს ცოტა უკანონო დავბრუნდეთ თქვენ მითხარით რომ მე სამაჩაბლოს მაჟორიტარი ვიყავიო კი ეროვნული მოძრაობიდან შეგიძლიათ მომიყვეთ აი რა ტიპის არჩევნები ჩატარდა იქ საზოგადოებამ ძალიან დაგვიჭირა მხარი ოსებმაც კი ეს ცხინვალში ხდება ცხინვალში მე მუშაობდი ასე ვთქვათ ამ თემას მაგრამ ზვიადმა მე მითხრა რომ ზნაურში წადიო და ზნაურში სურათსაც გაჩვენებთ კაცს მაქვს მამაკაცური ისინი რო იყო ხომ ერთხანობა შემოვიდა ესეთ პატარა პორტმანეები იყო ხომ ქაბარზე ჩამოკიდებული ხო ორი ყუმბარა და ერთი ლეორველი დოში მეტი არა აი ესე შემოვიარე მთელი ეს იმიტომ რომ საშიში და გამოვიტანე იქიდან დეპუტატად ეს პატარა საქმე არ იყო და ამას არ ავტრაბახო გმირობა ჩამითვალა იმას რა ქვია ზვიად
და მე ზვიადის ვერ უღალატებდი ვერასოდეს. არც უღალატ, არც მის ოჯახს. მე იმ წუთში მეგონა რომ სულ სხვა რაღაცაზე მეძახდით და ფიქრობდი სხვა თემა მქონდა. აი ეგრე იყო. სამაჩაბლო ეს უბრალოა ის კუთხე არ არის. ეს არის უბრწყინვალესი ხალხი იყო, მაგრამ უბრალოდ არ ქონდა ასეთი შემთხვევების პრაქტიკა. მე ჩამოყალიბდნენ ეგ. და მე გამოიყვანა და ვეღარ შეიყვანა, ხო? იმ შენმა შევარდა. ხალხი გამოიყვანეს და ვეღარ შეიყვანეს. ასე არ იყო? მიხეილ სააკაშვილის მოსვლით რა იცვლება თქვენი აზრით ქვეყნის პოლიტიკაში? რო იცოდი, კარგად ვიცნობდი მე მეშის. მაგრამ მასთან საქმე არასოდეს დამიჭერია. სულ ყველას ვეუბნეოდი. აქვს ძალიან დიდი განათლება, ორგანიზაციული ნიჭი, მაგრამ ლეტენად არის. სულ ყველას ამას ვეუბნეოდი. ვერ დაინახეთ მსგავსება მაგალითად ზვიად გამსახურდიასთან მასში? არაფერი. ზვიადი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. მაგრამ აი ის შატაპუტა ხალხი რო გითხარით იქ რომ იმეებში გაიყვანა და მე შემოიყვანა რომ დეპუტატები გაიხადა, იმიტომ რომ იყო ამისი შანსი. აი შატაპუტების ამბავში რა გითხრათ? ეს მაგათ იმუშავეს. ეგენი გაიყიდნენ. იმ წითელი ინტელიგენციასთან ერთად. აი სხვათა შორის კომუნისტები რო იყვნენ და ზვიადისთან მუშაობდნენ. თანამდებობები ხომ ისაკაც ხალხს. აი ამ თანამდებობის ხალხი კიდევ ერთგულები იყო. წარმოიდგინე. და ესენი კიდე პირიქით. ჩვენს თავის დროზე შევიკრიფეთ ეს ნამდვილი ეროვნული მოძრაობა და ვთქვით, რომ დაიღუპება საქმე. თუ ზვიადმა ესენი არ მოიშოვა. არ შეიძლებოდა მაგათთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ესენი იყვნენ შემთხვევით მოსულები, რომელთაც გაუმართლად არც ერთხელ 1-2 რაღაცას იბღინძებოდა და მეუთხარი ოღონდ ერთი სურათი მაჩვენეს შენ მეთქი. ან არჩევნებთან დაკავშირებით რომ მოთხოვნები მქონდა, ან იქ, ან თუნდაც იმაში, რა ქვია, კახეთში. ან სადღაც, მეუთხარი, სადღაც მოიტარა ერთი სურათი დადე. რომ სადღაც იყავი და ეროვნულ მოძრაობაში. ან 9 აპრილი მოიტარე. ასეთები არ იყო. ვინც ვიყავით ბოლომდე დავშით ერთგული. ჩვენ გადაცემა ბოლოსკენ მიდის და მე რაღაცნაირად მინდა რომ შეჯამებისკენ წავიდე. აი დღევანდელი გამოცდილებით და ცოდნით, რაც დღეს გაგაჩნიათ. 40 წლის წინ რო დაგაბრუნოთ, ან 30 წლის წინ. რას გააკეთებდით განსხვავებულად? ქვეყნისთვის, ხო? ზოგადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ამბავში. ხო. ისევ თავიდან დავიწყებთ. ყველაფერს. თავიდან. ჩემთვის ამაზე დიდი და ძვირფასი არაფერი არ არის. ეხლა ძალიან ცუდად შეიძლება გამომივიდეს. ჩემთვის ჩემი ქვეყანა ყველაფერს მისჩევი. ასე გავიზარდე. ასე გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ აი 30-იან წლებში მთელი ჩემი ოჯახი გაანადგურეს. პაპა მომიკლეს. ბიძა გადამისახლეს და მამა კაკო-ყაჩაღივით იყო. ჩუმად შემოიპარებოდა სახლში და წავიდოდა ის. ისევ ამ გზაზე ვივლი. ოღონდ ქვეყანას შველებოდა. მე კომუნისტი 6 თვე ვიყავი კომუნისტი. ცივა დავდე მე კი არა მაგრამ 6 თვე ვიყავი რა. არც კი. არა მინდოდა რა ჯანდაბაც მინდოდა. აი ეგრე იყო.
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იბადო. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან მიხარია თქვენ გაცნობა.